გამარჯობა, მეგობრებო. დღევანდელ ვიდეოში გავევლით ზარეულების 51 წეს, დავიწყებთ მე-11-დან, უკაცრავად მე-12-დან და გავყვეთ ნაბიჯ და ნახოთ თუ რას ვთავაზობს გემრიელია წერტილი G. მე-12 ნომერზე გავიდა წვანილმა მეტი წვენი და არომატი რომ გამოუშვას, დანაყით ისინი ფილთაქვაში და დანამეთ ზეითუნის ზეთით. წვანილმა მეტი ზეთი რომ მეტი წვენი რომ არ უნდა გამოუშვას, წვანილმა ჩემი აზრით მეტი წვენი, იმიტომ რომ წვენი თუ გამოუშვა, რაღაც არჩევა მისგან. მე-13 წიწაკა გაშავებამდე უნდა შუშოთ, თუ გსურთ რომ ტკბილი გახდეს. ჩემი აზრით წიწაკის დანიშნულება არის რომ ტკბილი არ იყოს, ასე რომ მე მოგიწოდებთ რომ გაშავებამდე არ შუშოთ, რადგან ის ტკბილი გახდება. გარგარის კურკის გული სალათს ამარეტოს გემოს მისცემს. სამწუხაროდ მინდა მოგახსენოთ რომ ამარეტოს გემო არ ვიცი როგორია, მაგრამ აი გარგრის კურკის გემო კი ძალიან კარგია, ასე რომ ჯობია თუ გარგრის კურკის გემოს მიცემს სალათს გარგარის კურკა და არა ამარეტოსი. ლიმონის ცედრა უნდა გახეხოთ ყველაზე წვრილ სახეხზე. ლიმონის ცედრის გემოს დედა შევეცი, ასე რომ საერთოდ არ გახეხოთ და გადავაგდეთ ნაგავში. სოკოს მარილი უნდა დააყაროთ მომზადების დასრულებისას. დიახ, ეს ვიცი, რადგან ისე წყალს გამოუშვებს ძალიან ბევრს და ტვინი მოიწუნება. შემდეგი მე-17 ლიმონის ცედრა, ლიმონის ცედრაზე არ შევჩერდები. მე-18 მაკარონს იოლად დავამტვრევთ თუ პირსახოდში გადაახვევთ. დიდი მადლობა ინფორმაციისთვის და ასევე ძალაერთობაშიც არის. დავუმატეთ კერძს ანანასი თუ ზედმეტად ცხიმიანი გამოდის. შემიძლია უბრალოდ ცოტა ცხიმი უკნა. თუ გსურთ რომ შოკოლადის соуსი გემრიელი გამოვიდეს, დავუმატეთ პორტოხალი. შოკოლადის соуსი ძალიან გემრიელია. ხოლო პორტოხალიც ასევე ძალიან გემრიელია. ერთმანეთს დავუმატებთ, ორჯერ უფრო გემრიელი გამოვადიახ. ვეთანხმები ამ დებულებას. გარგარი კარგად მიდის სუქან ხორცთან. გამოვტოვოთ ეს. 22 ნომერზე გავიდა ბადრიჯანი ცეცხლზე უნდა მოამზადოთ მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ყინულზე რამდენი ხანი უნდა მოამზადოთ? ჩემი აზრით ცეცხლიდან უნდა გადავიტანოთ ყინულზე 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ ისევ ცეცხლზე უნდა დავდგათ 3 წუთი. ასეთი ბადრიჯანი გამოდის ყველაზე საუცხოო და თითებს ჩაიგდეთ. ქაღალდი კარგად იწევს ქათმის ზედმეტ ცხიმს. მადლობა. ეს არის დებულება. ეს არ არის რაღაც ინსტრუქცია, არ არის, ეს არის უბრალოდ დებულება, რომელიც შეიძლება ასე საერთოდ არ იყოს, ასე რომ გადავიდეთ 24 ნომერზე, რომელიც გავიდა იმაზე. ქორფა ჭარხალი ხარშეთ მარილ წყალში, ხოლო ზრდასრული ჭარხალი შაქრიან წყალში უნდა ხარშოთ აქედან გამომდინარე. არ არის საჭირო გრილში ბევრი ნახშირის ჩაყრა. განათავსეთ ნახშირი გრილის მხოლოდ ერთ მხარეს და რიგრიგობით გადაალაგეთ პროდუქტები, რათა არ დაიწვას. ერთი წამი. ესე იგი, ბევრი ნახშირი არ უნდა ჩავყაროთ თურმე გრილში. უბრალოდ უნდა ვამოძრავოთ ცოტა ნახშირი აქეთ-იქით. ძალიან ძლიერი კულინარიული რჩევაა და მადლობა ძალიან დიდი გემრიელია G-ს. სალათის კარტოფილი ცხელი უნდა დაჭრათ. აბა როგორი უნდა დავჭრა? არასალათის კარტოფილი ცივი უნდა მივხვდი რას ამბობენ, ხო? აი ოლივიაში თუ კარტოფილია, მაგალითად ჯერ უნდა მოხარშო და მერე დაჭრა და არა ჯერ დაჭრა და მერე მოხარშო, მაგრამ მე გეტყვით რომ ერთი ყლა ორივე. ხორცს
შეწვისას მოვაყარეთ ერთი სადელის კოვზით ფქვილი, რათა ხორცი ხრაშუნა ქერქით დაიფაროს. ასევე შეგვიძლია რამეში ამოვალოთ ეს ჩვენი ხორცი და შემდეგ საფანელში ამოვალოთ ეს ჩემი რჩევა და ფქვილს ჯობია ბევრად. თევზისგან შორს ვართ, 28 ნომერი დაისკიპა, ხოლო 28 ნომრის შემდეგ მოდის 29 ნომერი, რომელშიც საუბარია კრაბზე, რომელიც ასევე თევზის ერთ-ერთი სახეობაა. ალბათ, აქედან გამომდინარე 29 ნომერის დაისკიპა. 30. ცედრა რძეს აჭრის და ამ სახით соуსი ხაჭოსებური გამოვა. შეგვიძლია ხაჭო გამოვიყენოთ პირდაპირ მეგობრებო, არ არის 30 რჩევა გასათვალისწინებელი, შემდეგზე გადავიდეთ. კარტოფილს წვანილი სუფრაზე მირთმევის წინ უნდა მოვაყაროთ. მართალია გეთანხმებით, სუფრაზე თუ არ მიგვაქვს კარტოფილი ზოგადად, საერთოდ არ უნდა მოვაყაროთ წვანილი, მეცაც გეტყვით. თუ გსურთ მხოლოდ ერთი დანის დახმარებით დაჭრილოთ ნიორი, დააჭირეთ დანა წვრილად დაჭრილ ნიორს და არც მარილის მოყრა დაგავიწყდეთ, რომელიც კარგი აბსორბენტის ფუნქციას შეასრულებს. ნიორს რატო უნდა მოვაყაროთ მარილი არ ვიცი, მაგრამ აი დაჭრილეთისთვის კი ძალიან დიდი მადლობა, აუცილებლად დავჭრილავ ხოლმე. თუ გსურთ სწრაფად მომზადოთ ორგანიზმისთვის ვიტამინების საუკეთესო შევსება, აორიეთ ერთმანეთში მჟაუნა და კამა ლიმონის წვენთან ერთად. მჟაუნას სადყლეში ვიშოვო არ ვიცი, იმიტომ რომ ბავშვობის მერე პირველად მესმის მე მგონი და კამა და ლიმონის წვენი შემიძლია აურიო აუცილებლად და დავდებ. ლიმონის ცედრის დედა შევეცი 34 დაისკიპა. პიტნას სასურველია შეწვის დაწყებისას დავუმატოთ. პიტნას არ ვიყენებ, მაგრამ დიდი მადლობა. თუ სადმე შემხდება აუცილებლად ვცდი და შეწვის დაწყებისას დავუმატებ ასევე რა თქმა უნდა. თუ გსურთ რომ წიწაკა ჩილიმ დაკარგოს თავისი მძაფრის სიმწვავე, გარეცხეთ დიდი რაოდენობით წყალში და გააცალეთ თესლები. ჩილი წიწაკამ რო დაკარგოს ანუ ბიჭო ვერ ხვდები თუ ჩილი წიწაკის გამოყენება მინდა ესე იგი თანახმაურა რომ მწვავეც იყოს თუ როგორიც არის და რატომ უნდა გავაცალო ანუ თუ არ მინდა რამე სხვას გამოვიყენებ ხო არ ამწარე წიწაკას რომელიც ძალიან მრავლად გვაქვს ევრაზიის კონტინენტზე თუ გსურთ რომ 37 თუ გსურთ რომ ხახვის შუშვის დროს არასასიამოვნო სუნი გააქროთ დავუმატეთ მარილი და შუშეთ დაბალ ცეცხლზე. დიახ, უფრო მეცაც გეტყვით, თუ გვინდა რომ საერთოდ არ გამოუშვას სუნი, შეგვიძლია ცეცხლი საერთოდ გავთიშოთ და აღარც მოიშუშება და აღარც სუნს გამოუშვებს. მადლობა. თევზი რომ გრილს არ მიეკრას, შეწვამდე წაუსვით მარილი. მოდი არა. 39. ძმარს ზეთისხილიდან ზედმეტი მარილი გამოაქვს. ძმარს გამოაქვს ზეთისხილიდან ზედმეტი მარილი. ზეთისხილში რა მარილია კი, მაგრამ ბუნებრივად ხო არ არის მარილი. მოდი მაინც მეგობრებო ზეთისხილს ძმარს დავასხავთ, იმიტომ რომ ძმარის გაფუჭდება და ზეთისხილიც. ასევე მარილი რაც გამოიტანს ის გაფუჭდება. ვერმუტი რიზოტოს ბრინჯს არაჩვეულებრივ გემოს მისცემს. ვერმუტი არ ვიცი რა არის. რიზოტოც ასევე არ ვიცი რა არის, ბრინჯი ვიცი, არაჩვეულებრივი გემო და მისცემს, ასევე ეს სიტყვებიც ვიცი. ბოლო 51. თაფლის გასათბობად ქილა მოათავსეთ ცხელი წყლით სავსე ჯამში. ამ თაფლიო გათბეს უნდა გავაცხელოთ. მადლობთ. დიდი მადლობა რომ აგვიხსენით ფიზიკურად როგორ ფიზიკა, ქიმია და სხვა ზუსტი მეცნიერებები იმისათვის რომ გავაცხელოთ თაფლი. ასევე რომ გავაციოთ თაფლი, მე დავამატებდი თაფლის გასაციებლად ის აუცილებლად უნდა შევდოთ მაცივარში და ის აუცილებლად გაციუდება. დიახ, სულ ეს იყო მეგობრებო 41 რჩევა გემრიელი აჯისგან. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დაგიბრუნდებით მომავალ ვიდეოში. აბა დროებით, კარგად, ბრძანდებოდით.